ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის პროფესიული გადამზადების პროგრამა გრძელდება მის ფარგლებში მორიგი ტრენინგ კურსი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის მასწავლებლები სწავლების თანამედროვე მიდგომებს გაეცნობიან. სასწავლო კურსს მოქმედ პედაგოგებთან ერთად ამ ეტაპზე დაუსაქმებელი მასწავლებლებიც გადიან. ინგლისური ენის შემდეგ ტრენინგი სხვა საგნებშიც ჩატარდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აჭარის მაღალმთიანეთში ინგლისური ენის მათემატიკის, ბიოლოგიის და ქიმიის 31 პედაგოგია დასაქმებული. ამათგან 25 ინგლისური ენის სპეციალისტია. პროგრამაში ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის მონაწილეობის მისაღებად პედაგოგების საბუთების მიღება გრძელდება. გავიარეთ პროგრამის ფარგლებში საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ტრენინგი, რომელიც აგვეხმარება ჩვენი პროფესიული ზრდისათვის. ეხლა ჩვენ გავდივართ მეთოდოლოგიურ კურსს, საუბრის სწავლება ვიდეოს საშუალებით. ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ძალიან დამეხმარება ჩემი მომავალი გაკვეთილებით, აქაც უფრო წარმატებული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ჩემი მოსწავლეებისთვის, რათა მათ უკეთესად შეძლონ მეტყველება. მასწავლებლები გადიან პროფესიულ გადამზადებას ინგლისურ ენაში, 25 მასწავლებელი გაივლის გადამზადებას, რასაც სამინისტრო აფინანსებს. გადამზადების შემდგომ მასწავლებლები მიიღებენ სერტიფიკატებს. პროგრამის ფარგლებში მინდა ხაზი გაუსვა, რომ საბუთების მიღება კვლავ გრძელდება. კონკრეტულად ინგლისურ ენაში, ფიზიკაში და მათემატიკაში არის კვლავ ვაკანტური საათები მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში და დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ განათლების სამინისტროში შემოიტანონ საბუთები.